მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ერთი მოვლენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ჩვენი ერის, ჩვენი რეალობის, ჩვენი თანამედროვეობისთვის. ეს არის მოდით შეიძლება ვთქვათ, სარკე, რომელშიც იხედება ჩვენი ერი და როგორ ხედავს თავის თავს. სარკეში ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ არა იმას, რასაც მივეჩვიეთ ყველანი, ვენეციური ბროლის სარკეები რომ გვაქვს, შუშა, რომლის უკანაც თავის დროზე ვერცხლი, სფენას უსვამდნენ ხოლმე, ახლა პოდ ვერცხლის ფერ რაღაც ნივთიერებას უსვამენ. არა, ლაპარაკი გვაქვს სარკეზე, რომელიც იყო აი მაშინ მოციქულების დროს. ხო, ესაც მოციქული ბრძანებს, რომ ახლა ხედავთო საკუთარ თავს როგორცო სარკეში, ანუ ბუნდოვნად. და მერე ვიხილავთო როგორც ის არისო. ბუნდოვნად რატომ სარკეში? მაშინ სარკედ იყენებდნენ ხოლმე გაპრიალებულ ლითონს, ვერცხლს, ზოგ შემთხვევაში ოქროს. ხო, მაქსიმალურად აპრიალებდნენ და ის რომ ერეკლავდა, ბუნებრივია მისი არეკლის დონე ვერ იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორც რეალობა, როგორც ეს ჩვენი თანამედროვე სარკეებია. მაგრამ აი ადამიანი ასე თუ ისე ხედავდა თავის თავს, თუ დაიხრებოდნენ წყალში, იხედებოდნენ, მაგრამ ძნელია თმა დაივარცხნო, როცა თავდახრილი ხარ და ასე შემდეგ, ასე რომ აი ეს პრიალა ზედაპირები, ლითონის ზედაპირი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ფარზე, როგორც ქართველი ერის სარკეზე. და ქრისტიანობა გვაჩვენებს ჩვენ ანთროპომორფიზმებს, ხო? ვინ შეიძლება საქართველოს ფარი იყოს თუ არა წმინდა დიდმოწამე გიორგი. ჩვენ ვიხედებით თუ არა მის ფარში და ხედავთ თუ არა საკუთარ თავს, როგორც მისი მხედრიონის წევრს. დღევანდელი საქართველოსთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს. და რატომ? დავიწყოთ თავიდან. დღეს რომ ჩვენ გვეძახიან გეორგიას, გრუზიას, გურჯისტანს და ასე შემდეგ, ვრაცსტანს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკავშირდება არა წმინდა გიორგის სახელს, არა ბერძნულ გეორგიას, მიწის დამუშავებას, არამედ ეს უკავშირდება სპარსულ ურგს, გელს. ურგ, გურგ განვითარდა, გურგ, გურგ, გურჯ, გურზ, გურზინ, გრუზინ, გეორგია. ბერძნული ხო? დაკეთა მე ევროპულ ქვეყნებში. და იმ მოხდა საოცარი რაღაცა. ჩვენ გვეძახდნენ მგლების ქვეყანას. და ალბათ ეს პატივი უნდა ყოფილიყო მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში მგელი გამორჩეული არსება არის, ის სანიტარია თავისი რეგიონის, მგლების თვისებებზე ახლა არ შევჩერდებით, როგორი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის მიმართ, საკუთარი ლეკვების მიმართ და ასე შემდეგ, საკუთარი ხროვის მიმართ. ახლა ამაზე არ შევჩერდებით, გასაგები იყო, რომ ქართველებისთვის მგელი ტოტემიც კი იყო. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მგელი ქართველებისთვის, რომ ჩვენ ამაზე ერთხელ ვისაუბრეთ, როდესაც წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს შევეხეთ, ხო? გორგასა არიქაც მგლის თავი არის, ხო? ქრისტიანი კაცი რატომ უნდა ატარებდეს მუზარადს მგლის გამოსახულებით? მგელი სახარებაში ეშმაკის სიმბოლოა. რატომ უნდა ეკეთოს ქრისტიან კაცს მგლის გამოსახულება? ორი რამ შეიძლება იყოს მეფისთვის, ან მისი მრწამსი, ან მისი სახელმწიფოს გერბი. ის სიმბოლო, რომელთანაც ასოცირდება მისი ერი, მით უმეტეს სპარსების ქვეყანაში. ისთანაც ძირითადად უწევდა მეფე ვახტანგ გორგასალს ბრძოლა. სპარსული გენეტიკის მქონე კაცს უწევდა სპარსებთან ბრძოლა ქართველებისთვის. და იმ გლით მოდიოდა მათი ლომის წინააღმდეგ, კავკასიელი ლომი მიდიოდა საომრად. და აი ხდება საინტერესო რაღაცა. ნელ-ნელა იწყება მგლის ფერის ცვალება. და იმ გლიდან იმ არსებიდან, რომელიც
თავის ბუნებრივ გარემოს იცავს როგორიც ის არის, ჩვენ ხვდებით გეორგია. მიწის მუშაკები. მუშაკს ერთი თვისება აქვს. ის ასრულებს ღვთის კურთხევას დაამუშავე და დაიცავ. დაცვის ფუნქცია ჰქონდა, დამუშავების ფუნქციას ვიძენთ, როდესაც ჩვენ გეორგია დააქვიქვამენ. ბუნებრივი და ზებუნებრივი კურთხევა. ბუნებრივი უნარები, მოცემულობა და ღვთაებრივი კურთხევა. და ის საქართველო გადადის ახალ სტადიაზე თავისი არსებობის. წმინდა დიდმოწამე გიორგი ხდება ქართველებისთვის გამორჩეული. წმინდანი მოგეხსენებათ იყო მე-20 საუკუნეში ძალიან მოდაში ლაპარაკი იმაზე, რომ წმინდა გიორგიმ ჩაანაცვლა მთვარის ღვთაება, რომელიც მთავარი ღვთაება იყო ალბათ. თუმცა კიდე საკითხავია რა მიმართება ჰქონდა ამ მთვარის ღვთაებას არმაზის კულტთან, ჩვენ ახლა ამ ლაბირინთში არ შევალთ. ხო? კი ბატონო, ქართულ ცნობიერებაში მთვარე მამაკაცი იყო, ეს ცნობილი ლექსი ხო, მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი. გასაგებია რომ ამათთვის მთვარე მამაკაცი მეომარი კაცი იყო. გასაგებია რომ მთვარის და გიორგის რაღაცა მსგავსების აღქმა ხდება, ოღონდ თუ ჩვენ დავრჩებით ათეისტური ტერმინოლოგიის ფარგლებში ძალიან ცუდი იქნება. განა მთვარის ღვთაება ჩაანაცვლა გიორგიმ. ის რასაც ქართველები ხედავდნენ მთვარის ღვთაებაში, მან როგორც აჩრდილში, როგორც მომზადებაში, წინარე პერიოდში, ჭეშმარიტებასთან შეხვედრამდე გალულ სტადიაში ჩვენი არსებობისა, პოვა თავისი სისავსე წმინდა გიორგის კულტში. კულტი ის ესეთი ტერმინია, ხო, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ კულტს ვამბობთ, არ გულისხმობთ რაღაც უცნაურ შინაარსს თამაში, არამედ სწორედ იმას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო სიტყვაში კულტი ლათინურში, კულტის კულტივაე, ისაც ბუნებაში თავისით არ არსებობს და ის რაც ზეციურ სამყაროსთან სიახლოვისთვის სჭირდება ადამიანს. მაშასე, წმინდა გიორგიმ მისცა ქართველებს ის რაც აკლდა მათ წარმართულ ცნობიერებას. გურქებიდან გეორგიანებად გადასვლაში ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ერი, ჩვენი ცნობიერება მენტალურად უნდა გადასულიყო ახალ რაღაც სხვა სტადიაზე. და აი აქ შემოდის ერთი ძალიან საინტერესო რამ, სხვათა შორის, როდესაც წმინდა გიორგის ტროპარს ვკითხულობთ, იქ მეფეთა უძლებელო წინამბრძოლო. ზოგს გონია ხოლმე, რომ ეს არის ის, ვინც მეფეებს წინ მიუძღვის. არა, ლაპარაკია იმაზე, ვინც მეფეებს დაამარცხებს. გასაგები იქ დიოკლეტიანეს თემა იყო. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, მოგეხსენებათ ქართულ ტრადიციაში, არა მარტო ქართულში იყო ეს გამოსახულება, როცა გიორგი მუსრავდა არა გველეშაპს, არამედ ადამიანს, სამეფო შესამოსლის ადამიანს, თორემ ამ ტროპარის ვიზუალიზაცია არის ეს ძალიან საინტერესო სტატია არის ერთი ბატონი ბადა ბუხრაშვილის იმისთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გარდა უბრალოდ ამ ტროპარის იკონოგრაფიული გამოსახვისა, ეს ასევე იყო ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მეფე გიორგი პირველის პერიოდიდან, როცა ბიზანტიის მეფეები უფრო და უფრო კადნიერად ექცეოდნენ საქართველოს მიწების მითვისების, მიტაცების და ასე შემდეგ ჩამორთმევის, საქართველოს დასჯის ცდილობებით. ეს კიდევ ერთი ნიმუში, როგორ შეიძლება ერთ მორწმუნე იმპერია სულაც არ იყოს ძმა. ხო? და აი მართლაც წმინდა გიორგი, იმაში აქვე ვიტყვით, ესაც ქართულში ჩვენ ეს გვაქვს, მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი, ინგლისურ თარგმანში არის Champion of the Kings. წმინდა გიორგი. მეფეთა შერკინებიდან ჩემპიონად გამოსული. ხო? რა კი ტროპარში მაშინ ერთსაც ვიტყვით, ღვაწლით შემოსილი აქ ნიშნავს სხვა შორის ქართულში გვაქვს ხო?
ღვაწლი, რომელიც ვამბნელსა შინა, ფსალმუნში გვაქვს. ის ღვაწლი და ეს ღვაწლი პრინციპულად სხვა სიტყვებია. არც ბერძნულში არის ერთი და იგივე. იქ თავშოთ ტროფეი, ალაფი, შენ მოდიხარ გამარჯვებული და მოგაქვს ის, რაც მოიპოვე შენი ბრძოლით და აი ფსალმუნში კიდევ ეს სულ სხვა რამ გახლავთ. დებერ, ხო? დებერ თანამედროვე ებრაული გამოთქმით. ხო, ის რაც საწერტელი, შხამი, განსაცდელი, ცუდი რაღაცა არის, ხო? ანუ სხვადასხვა ღვაწლი არის, შეიძლება თანამედროვე ქართული ცნობიერებისთვის ერთი და იგივე სიტყვა აღიქმებოდეს. არა, ეს სხვადასხვა რამ გახლავთ. ხო და მაშინ ასე წმინდა გიორგი არის ის ადამიანი, რომელიც ნიმუშად ეძლევა ჩვენს ხალხს. და რამდენად ვახერხებთ ჩვენ რომ ვიყოთ ამ ნიმუშის ზუსტად მიმღებელნი, სწორად გამზიარებელნი. რატომ არის ახლა ეს საინტერესო მოგახსენებთ? იმიტომ რომ საქართველოს ისე როგორც ბევრ ქვეყანას, რომელსაც პოსტსაბჭოურ ცნობიერებაში მოუწია თავიდან აღმოეჩინა ქრისტიანობა, რატომღაც დაემართა ერთი უცნაური მომენტი. პროტესტანტული და ნეოპროტესტანტული პაციფიზმის უპირობო კოპირება მოხდა ჩვენს ცნობიერებაში. და უცნაური რამ გამოვიდა, ანუ ჩვენ როცა ვიხედებით აი ამ სარკეში, წმინდა გიორგის ფარის გაპრიალებულ ზედაპირში, რას ხედავთ ჩვენ იქ? წმინდა გიორგის მხედრობას თუ ხალხს, რომელიც უბრალოდ ინიღბება პაციფიზმით. სამდროში კი სამშობლოს არ იცავს. სამშობლოსთვის არ იღწვის. აი სწორედ იმ ღვაწლს გაურბის. ფსალმუნისეულ ღვაწლს ვერ ამარცხებს და ტროპარისეულ ღვაწლს ვეღარ მოიპოვებს. აი ეს არის ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, რად აღვიქვამთ საკუთარ თავს? ვემსგავსებით თუ არა იმას, ვინც ჩვენმა წინაპრებმა დასახეს ნიმუშად, ერთგვარი ვექტორი და ალგორითმი მოგცეს თუ როგორ უნდა განვითარებულიყავი ჩვენ. წმინდა გიორგის მემკვიდრეებად, არა მარტო ნომინალური რაღაცა ქაღალდებზე, არამედ რეალურ ცხოვრებისეულ ხედვაში. ძალიან მნიშვნელოვანია. შვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ როდესაც უშუალოდ დასაცავი ყავს ვინმე, მაშინ ეს პაციფისტობანას თამაში ძალიან არ გავს იმას, რაც ქრისტიანობამ ყოველთვის ავრცელა და ავრცელა. პირად შეურაცხყოფას მე ვპატიობ ვიღაცას, მაგრამ როდესაც ვიღაც მყავს დასაცავი, იქ აი აქ რაღაც უცნაური სიტყვები არ გამოდგება. და ამიტომ როგორც წმინდა გიორგი, ისე ქართველი ერი უნდა აბსოლუტურად თავდადებლად იბრძოდეს, ოღონდ ერთი პატარა ნიუანსი არ უნდა გავიწყდებოდეს. თუ დაგვირდებით იკონოგრაფიას, წმინდა გიორგის როგორც წესი ძლიერად არ უჭრავს ხოლმე შუბი, როგორც გვიანდელ რენესანსულ და პოსტრენესანსულ მხატვრობაში. ასე რომ ჩაარტყა და ესეთი სუბუქად უჭირავს ხოლმე ეს შუბი. იმ შუბის ბოლოში, ბონიკი ბოლოში, როგორც წესი არის ხოლმე ჯვარი. იცის ვისი ძალით უტევს. იცის ვისი იმედით და სასუებით უტევს. და სანამ ის და ღმერთი ერთი გუნდია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მის წინააღმდეგ ვინ არის? წმინდა გიორგის ესმოდა, მისი სამშობლო არის ზეციური იერუსალიმი. მისი მეფე არის ქრისტე. აი თუ ქართველი ერი ამას დაინახავს წმინდა გიორგის ფარში ჩახედვისას, აი ამ სარკეში ჩახედვისას, მაშინ ესე იგი ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ესე იგი აზრი აქვს ამ მიმართულებით სვლას. კეთილი. ვფიქრობთ ამჯერად ამასთან დაკავშირებით საკმარისი ვთქვით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.